მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და ამჯერად გვექნება ვლოგის ვიდეო. გავსად წინა ვიდეოსი, ეს იქნება შეჯიბრის ვლოგი. მე და ჩემი ძმა გამოვდივართ მეორეჯერ. ვიმყოფებით ლეგიონოვოში. ეხლა ვართ ლეგიონოვოს არენაზე. ვარშავადან დაახლოებით 30 წუთია, სადღაც 9 საათის გზა არის და ზუსტად აქ ჩატარდება შეჯიბრი. მსგავსად წინა ვიდეოსი, თუ ნახეთ ჩემი შეჯიბრის ვიდეო, იგივე სამუშაოებს ვაკეთებთ აქაც. ჩემი მწვრთნელია ორგანიზატორი. ვეხმარებით შეჯიბრის მოხდვაში და ხვალ შეჯიბრზეც გამოვალთ ბარემ რა. ეს არის ADCC Polish Nationals-ი, ანუ პოლონეთის ნაციონალური შეჯიბრია. ძალიან მნიშვნელოვანია და პირადად ჩემთვის ამ წელს დიდი ალბათობით ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი იქნება. ძალიან ბევრი ხალხი მყავს კატეგორიაში. ფინალამდე თუ მივედი 5 მატჩის ჩატარება მომიწევს. გიოს უფრო მეტი ყავს. გიოს მოუწევს 6 კაცის გავლა პირველ ადგილზე რო გავიდეს და მოკლედ გაასწორებს მაგრად რა. ეხლა განახებთ არენას როგორ გამოიყურება ეხლა. აი ესეთ არენაზე ვართ. ბევრად დიდი არენაა. იმ არენებთან შედარებით, სადაც ვაკეთებთ ხოლმე შეჯიბრს. ეხლა მილაგებულია. აგერ კამანდა ვართ შეკრული და მოკლედ უნდა დავაწყოთ მატები და ბანერები და უნდა ავაწყოთ აქაურობა რა. ხვალ იქნება გადატენილი აქაურობა. წავედი ეხლა ნელ-ნელა იწყებენ ესენიც და წავალ მივეხმარები მეც და ნელ-ნელა პროცესს განახებთ. გავხსენით ბანერები, რომ ნახოთ რასად უნდა გაიკიდოს. მიგაზებით კასტორამაში. ტრეტეტკები უნდა დავიწყოთ. როგორ არის ტრეტეტკა? ქართულად ხამუთი. ხამუთები უნდა ვიყიდო. რა ხამუთი? ცხოვრებაში ამსვენი. აუ, რას ვაკეთებდი? იმას ვეძებდი, როცა შემდეგი. ხამუთი აქსმენია? რაღაც. ხამუთი როგორ აქსმენია? ქართულად ხამუთი ქვია ტრეტეტკას. ჩემ ზომაზე აქვს ზუსტად 20 სკამი დაყენებული. ვა! გამარჯობა ხაბატონებო და ბატონებო, როგორ ბრძანდებით? ბიჭო, ის დაგჭირდება. ტელეფონის დასადები არა აქვს, რა თქმა უნდა. I took 2 guys from my village and they will see something. They will see something. 2 კილომეტრშია აქედან ლეროი მერლინი. აი წავედით 8 წუთი. შენი ბაზრი, შენი ბაზრი ხვალინდელი დღისთვის როგორ გწნობ თავს? რავი. ორივენი ახლა უძილოები ვართ. ორივეს ნატკენი გვაქვს ყველაფერი. დღეს ღამის 2 საათამდე ვიმუშავებთ ალბათ. პირველამდე უეჭველი. ხო რა. მაგრამ ხვალ გვიწევს სადღაც. ხო, ეგ ერთი კაი არის, რომ სადაც პირველისკენ გვიწევს, ამიტომ პირველისკენ უწევს გიოს და მე 1 საათში ვიქნები, 1 საათში იწყება ჩემი კატეგორია. ხო და სხვა აქ ვჩებით, სახში არ მივდივართ. სადღაც 9 საათით მოშორებით ვართ ვარშავადან ლეგიონოვოში და აქ სასტუმროში გავჩერდებით. ახლოს არის არენასთან და დილით რო გავუგვიძებთ, რო დავისვენებთ, პირდაპირ მოვალთ აქ რა. ბევრი სიარული არ მოგვიწევს. დასვენებულები ვიქნებით და მოვალთ, შევბირავთ, გავხურდებით. გავაკეთებთ ჩვენ საქმეს და მე დავრჩებით სამუშაოდ რა, მსგავსად როგორც წინა შეჯიბრზე ვქენით. Yes sir. მაგრამ მე უფრო კვირა დღეს ველი, კვირა დღეს იქნება ძალიან მაგარი თახები. ძალიან მაღალი დონის შეჯიბრია რა და ვინც არის პოლონეთში მაღალი დონის გრეპლერი, ყველა გამოდის რა და კვირას არის პრო კატეგორიები და ყველა ერთად არის ვაფშე და ძალიან მაგარი სანახაობა იქნება. ძალიან კაი პრიზებია და მოკლედ ძალიან კაი ვიკენდი გველოდება რა. გადავიღებთ ყველაფერს ნელ-ნელა და გაჩვენებთ თქვენს
ჩვენთან ერთად იქნებით ამ დღეების განმავლობაში. Let's go. ჩემთვის ახლა მაგარი მნიშვნელოვანი არის კვირა, თან იმიტომ რომ სურათებს ვიღებ და კაი შედეგი თუ დავდე. პორტფოლიოში შევა და სექტემბერში კრაკოვში არის ADCC World-ი, სადაც ჩამოვლენ ყველაზე მაგრები თელ დედამიწაზე ჯიუ-ჯიტსუში და ეგ იქნება სასწაული მან თუ შემეძლება სურათების გადაღება. კაროჩე მაგაზე მეტად არაფერი არ მინდა რა, მთელ წელს გამიკეთებს ეგ. მთელი წლის ჰაილაითი იქნება მან რომ მოხდე რამენაირად. დავითრიეთ ტრიდეტკები, ხამუთები, ბოლნურად ქვია ტრიდეტკა. დავით უკან არენაზე. ოპა! ნახოთ ამ ერთი კუპრას რა შეუძლია. მოიხოდა სპორტ მოუდი. ეს რაღაც კუპრა მოუდი აქვს კიდე. ინდივიდუალ. ეს ეთქობა შენი შეგიძლია დაყენება. Off-road-ი. Snow. Comfort. ნახოთ სპორტია. გაი ჩავაწყნაროთ ახლა. დავწყნარდეთ, მოვედით. ეს ვიდეოში გამოჩნდება რა, რამდენი ხანში ავიდე ასე. ესე რა, კუპრას დავტესტეთ. დავტესტეთ ცხენები. ცოტა დაგვრჩა კიდე რაღაცეები. ქვემოთ ესეთი სიტუაცია. ხვალ არის ბავშვები, თეთრი კამრები და ლურჯი კამრები. ზეგ იქნება უკვე ლურჯი კამრების მაღლა. ია სამნისფერი, ყავისფერი, შავი, პრო აბსოლუტი. მოკლედ კაი ამბები იქნება. ჩემი გამოთვლებით საათი გვაქვს დარჩენილი. ესეთი სიტუაციაა, მატები დავალაგეთ, ბანერებიც გავაკარით. ცოტა ტექნიკური მხარე, ტელევიზორების ჩართვა, კომპიუტერების დაყენება და თითქმის მზადაა ყველაფერი. ულალა. ეს არა და ლურჯი, აი ეს. აი ეს ხვალ ჩემი იქნება. ჩემი გახდება ეს ხვალ. Let's go. მოვედით სასტუმროში. ძალიან ლამაზი სასტუმროა. ავიღებთ ოთახის ნომრებს და დაუბინაოდებით ახლა. აქედან ბევრი არაფერი არ ჩანს, მაგრამ ტბასთან ვართ ახლოს. პატარა ადგილია, სადაც ტბა არის, დილით ხო, დილით გადავიღებ. ძალიან საყვარელი სასტუმროა. კაროჩე გამოვიძინებთ ახლა. დავწვევით. და დილით 7-ზე ჩავალთ ბრექფასტზე და წავალთ პირდაპირ არენაზე. გავიღვიძეთ, კაროჩე, 7 საათია.
Სადაც 2 საათზე მოვედით გუშინ ღამე დამაუწყდა მეთქვა და სადაც 3 საათზე ნაკლები გვეძინა რა. ესე გამოვიდა. ესეთი სიტუაცია გვაქვს. ესეთ შვენიერ ადგილზე ვართ მოკლედ. მე საშუალება თუ იქნება, ცოტას დავათვალიერებ ვიდეოც იქით-აქეთ. ნახავ აქაურობას. რამდენიმე საათში გადაივსება აქაურობა. ცოტა გავხურდით მე და გიო. ეხლა ხურდება ჩვენთან ერთი გოგო გამოდის ჩვენი დარბაზიდან. კიდე იმასთან ერთად ხურდება გიო. სულ რამდენიმე წუთი დარჩა, 10-15 წუთია გიოს დარჩენილი და პირველი ჭიდაობა იქნება. ესეთი სიტუაცია გვაქვს არენაზე. ძალიან ბევრი ხალხია. ხოძე ხარ ძმა? This fucking guy. გადაუტანე გიო ხელში შეუძვე აი ეგრე დაგვა ეგარ მიდი გაყევ იო ხელი გამოყავ ხელი აი დავაი 30 მანდიყავ გიო 50 წამი იყავ იმან 50 წამი გიო არ დაიცე ადი Hey, can you lend a nigga a pencil?
3 მატჩი მოვიგე. 2 დარჩა კიდე. ამის შემდეგ ხო ეს თუ მოვიგე ხა მე-4 ფინალში ვარ. ცოტა მუხლი მეტკინა, მეორე ჭიდაობის დროს ვიტკინე მუხლი. იმისგან ოპონენტისგან არაფერი არ მტკენია, უბრალოდ ზურგს რო ვიღებდი ბოლო მომენტში, ცუდად მივაწექი ჩემ ფეხსა. მარჯვენა ფეხის მენისკუსი საერთოდ დაზიანებული მაქვს რამდენჯერმე და ცოტა სუსტი მაქვს და ეხაც ვიგრძენი მატჩის დროს ხმაც გავიგე და მტკივა მოკლედ, მაგრამ მაგის მერე მოვიგე ხა შემდეგი მატჩი ჩემი მაგ ტკენის მერე კარგად ვიჭიდავე და რა ვიმედია გავქაჩავ ბოლომდე თუ ძალიან შემაწუხა და თუ რაღაცა ისეთი არ გავრისკავ ძალიან და არ მივყვები გავჩერდები, იმიტომ რომ ამ შეჯიბრის მოგებას მირჩევნია ხვალ ისევ დარბაზში წავიდე და ვივარჯიშო, ვიდრე ეხა რაღაცა დამემართოს და მე თვეები გავმაზო და თვეები ვეღარ ვივარჯიშო, რუჭკიანური იქნება. გიომს ამწუხაროდ 2 მოიგო და მესამეში წააგო. ძალიან ცოტა დააკლდა 10 წამი ჰქონდა დარჩენილი ბოლოს, ოვერთაიმში იყო და ოვერთაიმში დაუღო ფეხი ოპონენტმა და მაგით წააგო, მაგრამ კაი იყო საბოლოო ჯამში ის პირველი 2 უადვილესად მარტივად მოიგო. თან რაზეც მუშაობდით, იმით მოიგო. წინა დღეებში ტრაიანგლზე მუშაობდით, სამკუთხედზე ქვემოდან და ორივე მსგავსი სტილის საბმიშენით მოიგო, ტრაიანგლით მოიგო. და მოკლედ კაი იყო, მაინც არ იყო ცუდი საბოლოო ჯამში. მოკლედ წავედით ახლა, შევბერავთ ჩემ მომდევნო მატჩებს და დაგიბრუნდებით მერე ისე. ვერცხლი გვაქვს ამჯერად ფინალში წავაგე რა. ძალიან ისე დამიჭირა ვრისლოქზე. ძალიან სნიკი საბმიშენით წავაგე. ჩეის. მაგრამ საერთო ჯამში კაი იყო რა. 5 მატჩი, 4 მოვიგე, 4-დან 3 საბმიშენი. ერთი კულებით და ფინალში წავაგე. ძალიან ცუდად ჩამყვახელი ვიდეოშიც ნახავ, ჩავსვავ. და ძალიან გამოცდილი ბიჭი იყო ფინალში. და ერთი სიტყვით კმაყოფილი ვარ რა, შეიძლება ითქვას კმაყოფილი ვარ. წინა წელს ზუსტად ამ შეჯიბრზე მსგავსად მოხდა რა, 5 მატჩი მქონდა წინა წელსაც, 4 მოვიგე, ფინალში წავაგე. ეხაც ეს მსგავსად მოხდა, მაგრამ ეხლა უფრო რთული მატჩები მქონდა. და დიდი იმედი მაქვს, რომ განვითარებული ვარ ეხლა რა. ხო, რავი. მორჩა დღევანდელი დღე როგორც ხედავთ. და ეხლა ცოტა ცვლილებები იქნება მატებში, სულ 5 მატა იქნება, დღეს 7 იყო. 1 აქ იქნება, მეორე იქ არის, შუაში იქნება დიდი მატა პრო კატეგორიისთვის და აბსოლუტისთვის და 2 მატა კიდე იქით. ამასაც ახლა მოვალაგებთ. მორჩება დღევანდელი დღე. დილით მოვედით 8 საათზე და გაკრას 8 საათია ახლა და წავალთ ნელ-ნელა სასტუმროში. მოვურჩით ყველაფერს. დავიძრებით ნელ-ნელა სასტუმროსკენ. ძალიან დავიღალე. დასაბანი ვარ. გამოუძინებელი ვარ.
და მივალთ ახლა და დავისვენებთ რა. დღეს მინდოდა გამესტრიმა UFC და UFC-ისთვის მეყურებინა მთელი ღამე. მაგრამ არ ვიცი რამდენად მოვახერხე. 11-ზე იწყება ჩემთან და სადღაც 3-4-ისკენ მორჩება და 3-4-ისკენ რომ მორჩება, მე 7-ზე უკვე უნდა გამოვიდეთ იქიდან. რამდენად გავქაჩავ არ ვიცი. ვისაუზმებთ მესამე დღეა, კვირა დღე გათენდა. გუშინ ბევრი აღარ გადამიღია, სახში მოვედით დაღლილები, სახში კი არა და სასტუმროში. ეხლა ვიქიში გავარდნი წავალთ უკან არენას. გიო გადმომიღებ მეც? მიდი ძმობას გაფიცი გადმომიღე რა. იეინა? მაგრამ არ всё. მაგრამ ერთი სოსის დამიგდე რა. Okay. Śliczne miejsce, naprawdę. დავბრუნდით არენაზე. მესამე დღე, ბოლო დღეა. მემზადებით დღევანდელი დღისთვის, როგორც თქვი, ძალიან მაგარი დღე იქნება დღეს. მაღალი დონის ჯიუ-ჯიტსუს ვნახავთ. პრო კატეგორიები იქნება, აბსოლუტური კატეგორიები იქნება. შეეშკოთ. და ხორა, ნელა მემზადებით. გუშინ სასტუმროში რომ მივედით, ძალიან დაღლილები ვიყავით, მაგრამ KSW event-ი იყო. მაგას ჩაუჯექით main events, main cards და მერე UFC დაიწყო. თავიდან უყურე, გავსტრიმე კიდევაც ცოტა. ბოლო 3 ჩხუბი ვეღარ გავქაჩე, დავიძინე. და კაროჩი ყველაფერი წამოვიდა რა. პრედიქშენებში რაც მქონდა, მთლიანი კარდი დავსვიპე. პირველი ჩხუბის გარდა, early prelim-ების პირველი ჩხუბის გარდა დაისვიპა მთლიანი კარდი. ბილეთების ვიდეო ვინც ნახეთ, ბილეთებიც წამოვიდა და მოკლედ ძალიან მაგარი კარდი იყო ჩემი პრედიქშენებისთვის. საერთო ჯამში კარდი დიდი არაფერი არ იყო ისეთი, მაგრამ პრედიქშენების მხრივ ძალიან კარგად წამოვიდა და ძალიან გახარებული ვარ ამის გამო. წავალთ ახლა მოვალაგებთ კიდე ცოტა საქაურობას, სანამ ყველაფერი დაიწყება, ნელა რეგისტრაცია იწყება და შევბერავთ რა. დაიწყო რეგისტრაციები. ნაგე. სანდრას მუშაობს დღეს ჩვენთან. ძალიან ბევრი ხალხია, იმენა გადატენილია აქაურო. მეორე სართულზე ამოვედი, გავიდა 6 საათი, ცოტას ვიკიშყავ აქ. ესეთი სალათი გვაქვს. ქათმით და კვერცხით. კიდე ერთი 3, არა უფრო მეტი, 3-4 საათია დარჩენილი. სანამ ყველაფერი მორჩება და დავიწყებთ nalagებას. Jest to jakiś argument? Myślę, że jak to ugryziemy medialnie, jeśli chcemy zobaczyć w Krakowie, to dajcie o tym znać. Myślę, że wszyscy chcemy, więc nie pozostaniemy bierni i na pewno zrozumiem twój apel, bo możemy mieć te rzeczy. To Maciulewicz! Z tej strony chciałam w imieniu organizatorów, sędziów, całego sztabu pożegnać ეს არის პოლონეთში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გრეპლერი. ეხა მოიგო თავისი კატეგორია -100 კილოში და Open Pro-ში აბსოლუტი მოიგო. ორი კატეგორია მოიგო და ძალიან მაგარი კიდაობებია ჩვენა. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ახალგაზრდა გრეპლერია პოლონეთში და მორჩა დამთავრდა. ეს იყო ბოლო მატჩი. ყველა პროები ერთად იყვნენ ბოლოს, ესე მსგავსი ცერემონიალი იყო. და რავი გაასწორა რა. 13 საათი გავიდა უკვე იმის მერე რაც აქ ვარ. მორჩა ეხა ყველაფერი, აგერ ხალხიც ნელა დაიცლება. მივალაგებთ აქაურობას და წავედით სახში. და მორჩით ყველაფერს. ჩავალაგეთ, მივალაგეთ, მოვალაგეთ. წავედით სახში. ესე ჩვენი ურდღიანი
3დღიანი პრინციპში რა 2 დღიანი ვლოგი. აქვე დავასრულებ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ. საერთო ჯამში კაი იყო. მოკლედ ფინალში წავაგე, როგორც ნახეთ. მაგრამ გამოცდილებისთვის კაი იყო. ძალიან კაი ბიჭებს შევხვდი. კარგად მოვიგე და მაყოფილი ვარ ყველაფრით. საერთოდ ეს 3 დღეც კარგად გავატარეთ, დავიღალე ძალიან, მაგრამ კაი იყო რა საბოლოო ჯამში. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და subscribe. წინა ვიდეოშიც თქვი და გადავიღებ ხოლმე ესეთ ვლოგებს რა, მაინც ძალიან ხშირად დავდივარ ხოლმე და შიგადაშიგ გადავიღებ ხოლმე. მადლობა ყურადღებისთვის. Peace out. რამდენს ლაყბობ ძმა. წავედით.